მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუჩში დამწვარი სახლის მესაკუთრეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კომპენსაციის სახით 3,000 ლარს გადაუხდის. თავაზობთ სიუჟეტს. 3,000 ლარი ხანძრის შედეგად დამწვარი და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლის კომპენსაციისთვის. სწორედ ამ თანხას გადაუხდის ახალციხის მერია სოფელ წყრუჩში მცხოვრებ ჩახოიანების ოჯახს, რომლებიც 5 თებერვალს სახლის სახურავში გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებლის გარეშე დატოვა. Ari, aha. Jur gelegane, destik, aha. Dia she, aha. Desti. Ari. Aha. Te ay khashnap odin orta diye. Dia, aha. Daruten niris. Ari, mancha, sorry, miss. Ari, aha. Dia. კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია მერიამ ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგწერა. რამდენად საკმარისია 3,000 ლარი კომპენსაცია. სირანუს ჩახოიანი გვეუბნება, რომ თანხა არასაკმარისია და 3,000 ლარით ფაქტობრივად ვერაფერს გააკეთებენ. სამშენებლო მასალის ნაწილსაც კი ვერ იყიდიან. შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა. არსებული ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის სახურავში შენახულ თივას ცეცხლი მოეკიდა, რის შედეგადაც ხანძარმა სახლის საცხოვრებლად უვარგისი გახადა. დაიწვა და დაზიანდა ავეჯი, ტექნიკა და სხვა ნივთები. ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურებულ სახლში 74 წლის პენსიონერი ვიოლეტა ჩახოიანი შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მათ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ამჟამად დროებით ნათესთავთან ცხოვრობენ. ახალციხის მერიაში გვეუბნევიან, რომ ჩახოიანების ოჯახს დროებით ქირით გადაყვანა შესთავაზეს. აღნიშნულს ოჯახის წევრებიც ადასტურებენ და მიზეზად ამბობენ, რომ შინაური ცხოველები ჰყავთ და მათ უნდა მოუარონ, ხოლო ახალციხიდან ფიზიკურად ვერ ივლიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დღენახევარში 29 პირი დააკავეს. ბრალდებულები ბირთვული მასალის შეძენის მცდელობიდან ქრთამის აღებამდე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღენახევარში ჩატარებული ოპერაციების შედეგად 13 საქმეზე 29 პირი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. მთავარი აქცენტები: ქუთაისში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ურანისა და ცეზიუმ 127-ის $3 მილიონ შეძენისა და ტრანსპორტირების მცდელობის ბრალდებით. ხეტყის უკანონო მოპოვება და სამსახურეობრივი დანაშაული 12 პირი, მათ შორის სადყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ქრთამის აღება, დაკავებები ბათუმსა და ლაგოდეხში, ეგრეთ წოდებული კაორის კოეფიციენტის უკანონო გაზრდა და უნებართვო მშენებლობა 5 პირი, სახელმწიფო მიწების უკანონო რეგისტრაცია 6 პირი, სატენდერო თაღლითობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2 პირი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.